31 წელი შესრულდა 16 მარტს ზუსტად სოხუმში, გუმისთის ხიდთან მომხდარი ტრაგიკული ბრძოლიდან. 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველ მეომართა გმირობისა და სამშობლოსადმი თავდადების მისაბაძი მაგალითია. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა, დაქირავებულმა კაზაკებმა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციაში გაერთიანებულმა მებრძოლებმა სოხუმზე, მდინარე გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი ბაგრამიანის ბატალიონი. სოხუმს გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ქართული არმიის მეორე საარმიო კორპუსის 23 ბრიგადის 231, 232, 233 და 236 ბატალიონები, გვარდიის რუსთავის ბატალიონი და სოფელ შრომის დაჯგუფება იცავდა. 1993 წლის 16 მარტს ღამის 3 საათზე მდინარე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა. საავიაციო და საარტილერიო მოქმედებების შემდეგ დილის 5 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა აჩადარასთან. მოწინააღმდეგის დიდი ადამიანური და ტექნიკური უპირატესობების მიუხედავად, ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. გამთენიისას ცენტრში მეორე ბატალიონის რიგებში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალევე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადმოსრულილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა. ბატონოდათ ქალაქ სოხუმი აეღოთ, მაგრამ ჩვენი ბიჭები, კერძოდ პირველი ბატალიონი, მეორე, მესამე ბატალიონის, მერვე ბატალიონი, მეექვსე ბატალიონის, აგრეთვე აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს ბიჭები, შავნაბადას ბიჭები, რომელიც ერთად გაერთიანდნენ და ეს შეტევა მოიგერიეს ბიჭებმა ვაჟკაცურად და პირიქით დაჟე შეეძლოთ შეტევაზეს გადასვლები, მაგრამ მაგის ბრძანება არ იყო. აუცილებელია აღენიშნოს ექიმების დაუღალავი შრომა და თავდადება, რომლებიც მეომრებთან ერთად ომის წინა ხაზზე იყვნენ. 16 რიცხვისთვის ავადმყოფოები ვერ აუდიოდნენ საევაკუაციო მუშაობის განხორციელებას და ჩვენი გოსპიტალი, სამხედრო გოსპიტალი, რომელიც იდგა დაბა აგუძერაში, შულმასტაბიანად ჩაერთო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით სამხედრო რელსებზე გადაყვანილი, საევაკუაციო სამსახური, თვითმფრინავი აეროპორტი და ზღვა გვემსახურებოდა ჩვენ. 16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოყვა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრშეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ ომის მიმდინარეობაზე სამწუხაროდ გავლენა მაინც ვერ მოახდინა. 1993 წლის გუმისთის სამხედრო ოპერაცია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი სერიოზული სამხედრო წარმატება. ომის ამ მნიშვნელოვან ფაქტს მისი გმირები და მემატიანეები ჰყავს. ქართველი მეომრების რეალური ისტორიები კი ყველაზე კარგად მათ მეხსიერებას შემორჩა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მიერ 2023 წლის სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ასევე ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც 2023 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. იყო გაკეთებული გარკვეული აქცენტები იმ სიახლეებზე, რაც იყო განხორციელებული და დანერგილი ისეთი ახალი ინიციატივები, რომელიც ემსახურებიან სამშვიდობო პოლიტიკას, დევნილების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ადამიანების გაერთიანებას. იყო ძალიან ბევრი საინტერესო კომენტარი გაკეთებული, კრიტიკაც იყო გამოხატული
უმაღლესი საბჭოს მხრიდან შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ზოგადად პოზიტიურად მთელი ეს პროცესი და მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო გეგმებში ჩართულობა როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების თვალსაზრისით იმისათვის რომ ჩვენ დროულად სათანადოდ და ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება ყველა იმ გამოწვევაზე რომელიც უკავშირდება ჩვენ საზოგადოებას. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ვნახეთ, რომ ყველა მიმართულებით მთავრობას გაწეული აქვს ძალიან დიდი მუშაობა. ახლა ყურადღება იყო ძალიან ბევრ საკითხზე გამახვილებული, დაწყებული პოლიტიკური საკითხებით, ეკონომიკური საკითხებით, ჯანდაცვის სფეროს დაეთმო ძალიან დიდი ყურადღება, განათლების სფეროს დაეთმო დიდი ყურადღება და ასევე რა თქმა უნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, გამტკიცებისთვის, იქ მაცხოვრებული ადამიანებზე ზრუნვისთვის. ჩვენ ამ საკითხების განხილვის დროს მარტო პოზიტიურზე არ გვილაპარაკნია, ჩვენ უკვე პრაქტიკაში გვაქვს ეს საკითხები, იმიტომ რომ ერთი გუნდია, რომელსაც ქვია აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება, თავისი ორი შტოთი და ამიტომ ერთმანეთს უნდა უთხრათ იმ პრობლემებზე და კრიტიკულ შენიშვნებზე, რომლებიც საქმიანობაში გაგვაჩნია. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მთავრობის თავმჯდომარემ და დამსწრე მინისტრებმა ადეკვატურად მიიჩნიეს და მიიღეს ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც დეპუტატებმა გამოთქვეს. სხვათა შორის მარტო მთავრობის წევრების და მთავრობისადმი არ გამოგვითქვამს ჩვენ შენიშვნები, თვითკრიტიკულადაც აღვნიშნებთ ბევრი საკითხი და ეს არის ის მომენტი, როდესაც ყველამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დევნილების სოციალური და პოლიტიკური დაცვაში ჩართულობის თაობაზე. შემაჯამებელ ანგარიშზე აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ეთერში დაბრუნებასაც გამოეხმაურნენ. თამაზ ხუბუამ აფხაზეთის პრობლემის საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში გადადგმული ნაბიჯებისთვის ცენტრის ხელმძღვანელსა და შემოქმედებით კოლექტივს მადლობა გადაუხადა. წლიური ანგარიშის მოსმენას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას გაესვა ხაზი და აქცენტი გაკეთდა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 4-5 აპრილს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი არის რომელიც ემსახურება სამშვიდობო პოლიტიკას. ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ საზოგადოებას რომ ამ ფორმატს არ გააჩნია არანაირი ალტერნატივა. ეს არის უნიკალური ფორმატი, რომელიც უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობის ფასადს ამიერიდან ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის ავტორობით საქართველოს პირველი ეროვნული გმირი ჟიული შარტავას მემორიალური დაფა დაამშვენებს. მემორიალური დაფა ეროვნული ერთიანობის ცენტრი ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნეს. ღონისძიება ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს ეროვნულ გმირს 7 მარტს 80 წელი შეუსრულდა.
სრულდებოდა. ჟიული შარტავა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელ შენობაში 1972-1980 წლებში მოღვაწეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკის ხელმძღვანელები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, ეროვნული ერთიანობის ცენტრის ჟიული შარტავას საზოგადოების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები. ბატონი ჟულის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ახალგაზრდა სპორტსმენებთან მუშაობა და აი ეს ბიჭები და გოგონების სურათები, რომლებმაც სახელი მოუხვეჭეს, მოუტანეს საქართველოს სპორტს, მათი უმრავლესობამ გაიარა ამ შენობაში. ამიტომ დიდი მადლობა მას იმისათვის, რასაც აკეთებდა. ჩვენ მოხარული ვართ საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რომ მემორიალური დაფა გაიხსნება ჟიური შარტავასი. ჩვენს დროის არის საქართველოს გმირი, ადამიანმა, რომელმაც შექმნა ისტორია და საუკეთესო წლები შეელია საქართველოს. ამ შენობაში ჟიური შარტავა მუშაობდა 8 წლის განმავლობაში და დღეს გაიხსნება მემორიალური დაფა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნიკოლოზ ქარჩავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანს, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ყობა ყობალაძეს ვეტერანების მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელები გადასცა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ვეტერანები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს. ის რესურსი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოებაში განსაკუთრებულად ვეტერანების ნაწილში ბოლომდე არ არის გამოყენებული და ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამსახურის ყველა იმ ვეტერანს, ვინც არის ჩართული ამ პროცესში. კარები ღიაა აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც და მისასალმებელია ეს გმირული, ქართული, აბსოლუტურად გამორჩეული დამოკიდებულება ვეტერანებისა, ვინც სიცხლე დაუარა ამ ომში, ვინც მართლა იბრძოლა და კარგი იქნება თუ ამერიკელი ვეტერანების ეს ორგანიზაცია, სადაც არის ესეთი აქტიური გამაერთიანებელი წევრი ნიკოლოზ ქარჩავა, აი ამ საკითხებში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. სიგელისთვის და დამსახურების აღნიშვნისათვის კიდევ დიდი მადლობა მას. ჩვენი თანამებრძოლი ვეტერანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აქტიური მონაწილე, ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ნიკოლოზ ქარჩავა გვესტუმრა, რომელმაც საპატიო მადლობის სიგელებით დააჯილდოვა აფხაზეთის მთავრობის ის წარმომადგენლები ამ ეტაპზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ურთიერთობების დარეგულირებაში, ამავე დროს ჩვენ ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხებში. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 10 აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონი, რომლებმაც თავიანთი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე მრავალშვილიან დედებს სიმბოლური სასაჩუქრე ვაუჩერები და თაიგულები გადაეცათ. კიდევ ერთხელ ულოცავთ 8 მარტს ჩვენ ქალბატონებს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი წარმატება იქნება ყველა ჩვენთაგანი და სხვა ქალბატონების მაგალითი, დემოგრაფიული განვითარება და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე სწორედ ესეთ ქალბატონებზე დგას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში უფრო ძლიერად და მრავლად ვიქნებით. გვაქვს ესეთ სოციალური ჯგუფი, სადაც 24,000-ზე მეტი მრავალშვილიანი დედა არის და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ცვლილებების მისაღებად. როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე მუნიციპალურ დონეზე და დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გვაქვს ამ ფორმატში. საინტერესო ფორმატი არის და გვინდა რომ უფრო ისეთ სისტემური ხასიათი ქონდეს. ფოტოამბები აფხაზეთი 19 საუკუნე. პროექტი, რომელსაც მწერალი ნანა ქარდავა მწერალთა სახლის მხარდაჭერით ახორციელებს, ამჯერად სოხუმის უნივერსიტეტში ჩატარდა. საგანმანათლებლო ლექციების კურსი იმ ადამიანების ღვაწლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც 19 საუკუნეში განსაკუთრებული როლი შეასრულეს აფხაზეთის კულტურის განვითარებასა და განათლების გავრცელებაში.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც წარმატებულნი იყვნენ თავისი პირადი ბიოგრაფიით, თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით და რომლებმაც წვლილი შეიტანეს აფხაზეთის განათლების, აფხაზეთის კულტურის საქმეში, რაც იმას გულისხმობს, რომ საბოლოო ჯამში ისინი საქართველოს კულტურას და მის ხვალინდელ დღეს ემსახურებოდნენ. ჩვენ ილუსტრირებულად მივაწოდეთ ამ ადამიანების კერძო ბიოგრაფიები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ნანა ქარდავას მოკლე მიმოხილვა და ძალიან საინტერესო და კარგია ესეთი რაღაცები რო ხდება, ესეთი ღონისძიება და იმედია უფრო ხშირად და ხშირად ჩატარდება. ახლადარჩეულმა აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ჯემალ ბასარიამ მხატვართა კავშირის პირველი გასვლითი ღონისძიება სიმბოლურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო. საუნივერსიტეტო სივრცეში ნახატების გამოფენა და ხატვის მასტერკლასი ჩატარდა. მხატვრებმა ძირითადად აფხაზეთის თემაზე ნამუშევრები გამოფინეს, რომლებიც სიუჟეტურად და ტექნიკურად გამორჩეული იყო ფერებით. თითოეული მათგანი ზეთის საღებავებით, აკრილითა და პასტელით იყო შესრულებული. მადლობას ვუხდი აფხაზეთის მხატვართა კავშირს, საქართველოს მხატვართა კავშირის აფხაზეთის განყოფილებას, ახალ არჩეულ ხელმძღვანელს ბატონ ჯემალს და იმ 7 მხატვარს, რომელთა ნამუშევრების გამოფენა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. წმუნდებით, რომ შესანიშნავი ნამუშევრებია წარმოდგენილი, ჩვენ დეტალურად შეიძლება ვისაუბროთ, უამრავი სტილია აქ და რაღაცა თვითყოფადობაც ჩანს, ინდივიდუალიზმიც ჩანს. და რაც თავარია რა ჩანს, იცით, ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი. მხატვრის თავისუფლება რა არის? შემოქმედებითი აზროვნების შესაძლებლობა. აი ეს ამ მხატვრობაში ჩანს, მათი თავისუფლება. ვიფიქრეთ, პირველი ღონისძიება საჩაგვეტარებინა ბათუმში დაგვადიჟეს, სუგდიდში დაგვადიჟეს, ქუთაისში, გორში და მეუთხარი არა, ჩვენ აფხაზეთელები უნდა მოვინახულოთ პირველ რიგში. და არჩევანი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი. სოხუმის უნივერსიტეტთან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. მიხეილ სარჯველაძე 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში პირველი მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებულები. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და იმავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემ პასუხისმგებლობას, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია და რომელიც უთვლი, რომ არის ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან ერთადაც, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა. იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი, წელგამართული შეხვდეს იმ მომენტს, სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ცვლილებებიც გააჟღერა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია დანიშნა, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ზურაბ აბაშიძე დასახელდა. აბაშიძე კარასენის იგივე პრაღის ფორმატთან მიმართებაში რაიმე სახის ცვლილებები ხომ არ იგეგმება და რა პროგრესი აღენიშნება დევნილების დაბრუნების საკითხზე, ზურაბ აბაშიძე აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის კითხვებს პასუხობს. ნუ ამას ახლა პირობითად ასე უწოდებდნენ ხოლმე აბაშიძე კარასინი რეალურად ეს არის პრაღის ფორმატი ახლა აბაშიძის მაგივრად მე ხშირად ადრე ვამბობდი ხოლმე შეიძლება იყოს აბაშიძე შეიძლება იყოს სხვა პიროვნება მართლაც ახლა იქნება გაჯაია დევნილებთან დაკავშირებით ახლა ეს რა თქმა უნდა ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიები უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა ამას ყოველთვის ვამბობდი როდესაც პრაღაში მივდიოდით იქიდან ჩამოვდიოდით რომ ამ ფორმატის დღის წესრიგში არის აი ეს საკითხები, რაზეც ჩვენ ასე ვთქვათ, იმ თავითო საუბრობთ. ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები, მაგრამ იმის გამო, რომ იყო მოლოდინიც აქ, მათ შორის აი თქვათ, თქვენი მხრიდან რომ დევნილებზე იქნება საუბარი, მე საკითხებს იქ ყოველთვის ჩემი ინიციატივით ვწევდი ხოლმე. და ყოველთვის ვცდილობდი, რომ გარკვეულწილად ეს იქ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ალბათ თუ კი გაგრძელდება ეს კომუნიკაცია მომავალშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება შეთანხმებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ვიზიტებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან განლაგებული არიან შეერაღებული ქვედანაყოფები, რაც საფრთხის შემცველია. აღნიშნულ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადების თანახმად, გერმანია მიზანმიმართულად ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის იმიჯის შელახვას. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული მთავრობა დასავლეთის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად განეწყო. აღსანიშნავია, რომ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. ნათელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დასავლეთს ოკუპირებული აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა დააბრალოს. როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიდგომებს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პასუხობს. საქართველოს აქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს არაღიარების პოლიტიკა კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგები ჩვენ ბევრი წლების განმავლობაში ბოლო პერიოდში ვიხილეთ. ამის წარმატების მთავარი ფორმულა არის ჩვენი მეგობრების და პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნების, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მე მინდა ყველა ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყანას მადლობა გადაუხადო ზოგადად იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არ არის ეს გერმანიის პოზიცია მხოლოდ. არ არსებობს სახელმწიფო სოფლიოში, რომელიც თავის მოქალაქეებს არ უგზავნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობას. რასაკვირველია, კანონის მოქმედებს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს პრაგმატულად გერმანიის პოზიცია, რომ ისი მოქალაქეებს საფრთხის მქონე უკონტროლო ფაქტიურად რეგიონში არ უნდა მოგზაუროს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოусმინეს. სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიების დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ისაუბრა. მინისტრმა სხდომის მონაწილეებს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშიც წარუდგინა. თეა ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების, ასევე მოწვეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაძლებლობა ჰქონდა სიღრმისეულად განგვეხილა შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის შედეგები, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების
შემდგომი განვითარების ხედვა, რაც წარიმართა პროცესით დაინტერესებული აქტორების, მათ შორის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით მნიშვნელოვანია, რომ შედეგები, რომლებიც და ის პროგრესი, რომლებზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, მიღწეულია საქართველოში მიმდინარე უკანონო რუსული ოკუპაციის ფონზე შექმნილი სირთულეების რეალობაში და აქვე გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი სტატუს ნეიტრალური მექანიზმების მოქმედებაზე, მათ შორის მშვიდობის ფონდის საქმიანობაზე. აქ არის ლაპარაკი კანონის პაკეტის რეალიზაციაზე, რომელსაც ქვია ნაბეჯი უკეთესი მომავლისაკენ. საზოგადოებების ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობები ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატია, გარკვეული ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ეს არის ლაპარაკი ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, საზოგადოების შორის ურთიერთობაზე და თქვენ კარგად იცით, ეხლა ხან სამშვიდობის ფონდს კანონით მიეცა უფლება, რომ ასევე სუბიექტი პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს სუბიექტი, თუ კი ასეთი შეიქმნება და ამის პერსპექტივაზეა საუბარი. დე-ფაქტო სოხუმი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის მუშაობის განახლებას ითხოვს. შესაბამისი საკითხი დე-ფაქტო მთავრობის წევრებმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დააყენეს, ისევე როგორც ოფიციალური თბილისისაგან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერა, რასაც ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობის ძირითად ასპექტად მიიჩნევენ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, ასევე გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ტოივო კლაარი ბოლო 6 თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ორჯერ არ შეუშვეს. შეგახსენებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა 2018 წლიდან არ ჩატარებულა. გასული წლის დეკემბერში გალის რაიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების ზონას ამზადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას განსხვავებული პოზიციები აქვს. კარგი, IPRM-ი აუცილებლად აღსადგენია, ეს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ეს მუშაობს. ეს მექანიზმი ვერ ვიტყოდი, როცა ესეთი ურთიერთგაგების ფორმატში და ამ ატმოსფეროში მიმდინარეობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა ეს მუდმივი კავშირი თუნდაც საკამათო თემებზე არის აუცილებელი. თუ კი ეს მიმართულება აფხაზეთის აღდგება, აფხაზეთის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სივრცეში, რასაკვირველია, მისასალმებელია. გალის ფორმატის აღდგენა იქნებოდა კარგი, მაგრამ ჩვენ ჩემი აზრით წინაპირობა უნდა გქონდეს. შეწყდა რატო 82-ას გლელობის შემდეგ, ხო? და თუ ასე უპირობოდ აღდგება და ვითომც არაფერი მომხდარა და მე რა რომ მოკლეს გიგა 82-ია, ესე არ უნდა მოხდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგალითად ამის წინააღმდეგი ვიქნები. იმიტომ რომ ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და პრეტენზია გვაქვს რომ სახელმწიფო ვართ, მაშინ ჩვენ მოქალაქეებს, ვინც ესე დღისით უიარაღო ხალხს გვიხოცავს, მათ როგორღაც პასუხი უნდა ვაგებინოთ და ამის შემდეგ უნდა იყოს თუნდაც ქართულ-ოსური ფორმატიც აღდგენილი, ქართულ-აფხაზურიც. თუ რაც არის, არ არის ხა ეს პირდაპირ ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, რა თქმა უნდა, რუსები ან თავი ჩამძროლები. ჩემი აზრით, ჩვენ თუ თავმოყარი სახელმწიფო ვართ, გარკვეული პირობები და დათქმით უნდა აღდგეს ეს ფორმატები. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღეს. საკუთარი არჩევანი ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუმბამაც დააფიქსირეს. არც ერთი მათგანი წინა საარჩევნო კამპანიის დროს არ მალავდა, რომ მხარს რუსეთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უჭერდა და მოსახლეობასაც პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება. ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი
შეგმილია 30 საარჩევნო უბნის გახსნა. აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პოზიცია და ოპოზიცია თან ხვდება იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლების მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში არაკანონიერია. ქართველი კანონმდებლები თვლიან, რომ ეს არჩევნების იმიტაციაა და ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი კრემლისთვის სასურველ შედეგებს დადებს. არ არის ეს კანონიერი ამ ტერიტორიაზე კი რუსეთის მოქალაქეობის დამონდასტურებელი პასპორტი აქვს ადამიანთა დიდ რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს პასპორტი ვერანაირ უპირატესობას ვერ უქმნის მათ თუნდაც ფსოუს ეგრეთ წოდებული საზღვარის გადაკვეთის პერიოდში. ასე რომ, როდესაც უკანონობა ხდება, ამის შეფასების სხვა არანაირი ფორმულირება არ არსებობს, თუ არა გარდა იმისა, რომ უკანონობაა რასაკვირველია საქართველოს ტერიტორიაზე ესეთი არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე უბრალოდ არ მგონია, რომ შეიძლება იმასაც რუსეთში ხდება არჩევნები დავარქვათ, ეს უბრალოდ არ იქნება სერიოზული და რაღაცნაირად კარგიც არის, რომ აფხაზები დაინახავენ რა საგიჟეთში აპირებენ, რა საგიჟეთი ხდება მის მოკავშირეებთან, როცა თუნდაც წარმოუდგენიათ, დაწუნებულია ყველა საღაზო მოაზროვნე აფხაზს ხდება, რომ რუსეთთან არ შეიძლება მათ მომავალი იყოს და არაფერი კარგი რუსეთიდან არ მიიღებენ. აი გასაგებია ოკუპირებული ტერიტორიაა და რასაც უნდა იმას იზამენ რუსები საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც უფრო ახლოს დაინახავენ რუსეთის რეალობას, ის ხალხი ვინც აფხაზეთში ახლა ცხოვრობს, მე მგონი კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ იდეა გაუჩნდება თუ მოსაზრება, რომ რუსეთს უნდა დაშორდნენ, რაც იდეას ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. აქტიურად ცდილობენ ოკუპანტები თავისი პასპორტის დანერგვას, ანუ თავისი მოქალაქეობის მინიჭებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ფლობს ამ რუსულ პასპორტებზე, შესაბამისად იღებს რუსეთის არჩევნებში მონაწილეობას. ეხლა რაც შეეხება შედეგს, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ეს რაღაც კომუნისტური პერიოდის ციფრებს რაღაც 80-90-ს დაემთხეს. ეხლა ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია. იქ არ ამგონია არჩევნებზე იყოს ლაპარაკი, იქ არის ლაპარაკი არჩევნების იმიტაციაზე, ესე რომ რა თქმა უნდა თვითონ ის ხელისუფლება არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლებიც ადგილებზეა, თუნდაც ცხინვალის რეგიონში, თუნდაც აფხაზეთში, ლამაზად რო გამოჩნდეს ამ თავისი ოკუპანტების წინაშე, ვინაიდან ისინი მათ წარმოადგენენ, დაფინანსებას მათგან იღებენ, რა თქმა უნდა, უპატაკებენ ძალიან მაღალ შეუსაბამო პროცენტს. სოციალურ ქსელებში საპროტესტო ნოტის ფოტომასალა ვრცელდება, რომლის არსებობასაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი კატეგორიულად უარყოფდა. მეტიც სერგეი ლავროვის უწყების ნოტის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური კანონის ცვლილებაც იგეგმება. ნოტაში აღნიშნულია კრემლის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური კანონი შეცვალა. ცვლილება ეხებოდა აკრძალვას ეგრეთ წოდებული ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირზე გადაცემას. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ერთი ნაწილი მართავს შეხვედრებს, რომელსაც განიხილება ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირზე გადაცემის აკრძალვის გაუქმება. დე-ფაქტო მინისტრის ინალ არძიმბას უწყება კი აცხადებს, რომ ახლა საპასუხო ნოტას ამზადებს რუსეთის მისამართით. ქართველი ექსპერტების შეფასებით აფხაზები უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ და სურთ რუსეთს გაუჩინონ. განცდა, რომ ადვილად არაფერს მობენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს მოჩვენებითი პროცესია და საოკუპაციო რეჟიმი ვერ ახერხებს კრემლისთვის, თუნდაც მცირე წინააღმდეგობის გაწევას. შეგახსენებთ რატიფიცირებული დოკუმენტით ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 59 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარე საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს. კითხვა არის, ბუნებრივია, რის მიღწევას ცდილობენ ახლა ამ ნოტების გასვლა გამოსვლით, ხო? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით უნდა გაწელონ რაღაცნაირად დრო მოიგონ. იმიტომ რომ აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რადიკალურად ილაშქრებენ ამ ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ, რაღაცნაირად ისინი დაამშვიდონ და პლუს ამას იქნებ რაღაცა გამოსწყვონ რუსეთს სანაცვლოდ ახლა ამ თამაშში.
ან სულ მცირე ის მოახერხო რომ გადაავადებინონ კიდევ უსეთ რაღაცა მორიგი დათბობა, იმიტომ რომ ხა გასაგებია რომ ბიჭვინთან არ იქნება უკანასკნელი დათბობა, რომელზეც ხა აიძულებენ რუსები რომ აფხაზებს რომ წავიდნენ, კიდე რაღაცას მოითხოვენ, ხო, თავისთავად და როგორც ჩანს, ეხა სოხუმის რეჟიმი ცდილობს რომ დრო მოიგოს. პირველი რაც დაიწყო მარიულმა რეჟიმმა, ეს არის გათვალისწინება იმ ნოტის, რომელიც რუსეთმა დაწერა, ესე ვთქვათ. მაგრამ ანუ აქ არის კიდე მეორე საკითხი, ეს არის საზოგადოების რეაქცია. ვინაიდან დაბადა უამრავი კითხვები, თუ კი ჯერ ერთ რატო ხდებოდა ამის გადაცემა, მეორე თუ კი ხდებოდა გადაცემა და იმ პირობით რომ ეს არ გადაეცემოდა მესამე პირებს, ეხლა როდესაც საპროტესტო ნოტა მივიღეთ, რატო ვისვლით ამ აზრს და ამიტომაც ასე ვთქვათ აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარეობს დიდი ასე ვთქვათ წინააღმდეგობა მარიონეტული რეჟიმის მიმართ და ხდება უამრავი კითხვები გაჩნდა. აფხაზეთში მაინინგ მოწყობილობების ამოღება გრძელდება. გამოცემა აირას ცნობით სოხუმში მაინინგის 183 მოწყობილობა ამოიღეს. აკრძალული ტექნიკა გადაჰქონდათ ავტომობილით, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრები მართავდა. ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ კრიპტოვალუტის მომპოვებელი აპარატები 600 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათი ღირებულება დაახლოებით 29 მილიონ რუბლს შეადგენს და ისინი სავარაუდოდ ასევე ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნის. ინფორმაციისთვის უკვე წლები აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგო დეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგო კომპანია ჩერნომორენერგო სხვა მიზეზებთან ერთად კრიპტოვალუტის მზარდ უკანონო მაინინგებს ასახელებს. სწორედ ამიტომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა უმეტესად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და დენი გრაფიკით მიეწოდებათ. სოხუმმა 2020 წლიდან დააწესა შეზღუდვები მაინინგის მოსაპოვებლად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე.